მოდი ახლა ავუხსნათ ჩვენ მსმენელებს, რას ნიშნავს B1, B2 და ასე შემდეგ. მოდი ავუხსნათ. ცოტა ისტორიულ ფაქტს მოვყვები, იმიტომ რომ რეალურად ეს არის და სხვა არაფერი. 2000 თუ 2001 წელს ზუსტად არ მახსოვს, ევროსაბჭომ მიიღო დოკუმენტი Common European Framework of Reference for Languages, SEFRI, შენც იცი ამის სახელი ქართულად დამეხმარე. ეს არის ევროსაბჭოს. უნდა გადავთარგმნო, ხო? SEFRI გახლავთ ევროსაბჭოს კონვენცია ენათა ფლობის კომპეტენციების შესახებ. ზოგადევროპული კომპეტენციების შესახებ. რთულია, მაგრამ თქვი მე მგონი. ხო, ნუ ცოტა ზედმეტი ინფორმაცია, მაგრამ ოკეია, მოკლედ ეს არის დოკუმენტი, სადაც განისაზღვრა არა მხოლოდ ინგლისურის, ზოგადად ნებისმიერი ენის ფლობის, პრინციპში 3 დონე არის, ხო, ეს არის basic independent proficiency, რომელიც დაყოფილი არის კიდევ თითო ორ ნაწილად, შესაბამისად გამოდის 6 დონე, ეს არის A1, A2, B1, B2, C1 და C2. და ამ დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი, დაუშვათ რომელ დონეზე სიტყვის რაოდენობა, ლექსიკური მარაგი რამდენი უნდა გქონდეს, დაუშვათ A1 იწყება საშუალოდ აქტიური სიტყვების მარაგი უნდა იყოს 1000 სიტყვამდე, 1500-მდე პასიური სიტყვების მარაგი გაქვს ლექსიკური, გრამატიკულად როგორ დონეზე შეგიძლია შენი აზრის გამოხატვა და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი იმდენად სკრუპულოზურად არის გაწერილი ამ დოკუმენტში, ავდივად C2 დონეზე, სადაც თავისუფლად, აბსოლუტურად თავისუფლად ნებისმიერ თემაზე შეგიძლია გამოხატო შენი შეხედულებები. და ამით განისაზღვრება, ადრე თუ გახსოვს, აი ჩვენ ბავშვობაში უფრო იყო რაღაცა elementary და intermediate და advanced და ასე შემდეგ. ესენი დღეს ნაკლებად გამოიყენება, აი შემიძლია ვთქვა, რომ მე დავუშვათ ინგლისური ვიცი C2 დონეზე, მაგრამ თურქული ვიცი A2 დონეზე და ასე შემდეგ და ამითი განისაზღვრება მოკლედ დღესდღეობით ევროპაში ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი ენის ფლობის კომპეტენციები. ხო, კი ბატონო.